მე ვარ ქართველი და მაშასადა მე ვარ ევროპელი. I am Georgian and therefore I am European. ზურაბ ჟვანიამ ეს სიტყვები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 1999 წელს თქვა. 26 წლის შემდეგ კი ქართული ოცნების გადაწყვეტილებით საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს ასამბლეაზე მუშაობას წყვეტს. გადაწყვეტილების შესახებ სტრასბურგიდან ევროსაბჭოს ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის წევრებმა თეა წულკიანმა და გივი მიქანაძე მას შემდეგ განაცხადეს, რაც ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდეს და საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია. ამასთან კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც ცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1,120,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. და ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან წყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის ის დათქმები, რომლებიც ევროსაბჭომ საქართველოს 29 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში დაუწესა, უსამართლო და საფუძველს მოკლებულია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭისყრაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. რეზოლუციის თანახმად 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა, ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ქართული ოცნების პოლიტიკა გააკრიტიკეს და საპროტესტო აქციებისას დაკავებულების, მათ შორის ჟურნალისტის მზია მაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს. მმართველი უმრავლესობის მიერ ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებამ, შეკრების უფლების საწინააღმდეგოდ დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებამ, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებმა, ღრმა სოციალური კრიზისი და ქვეყანაში პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობისა და ლეგიტიმურობის არარსებობა გამოიწვია. დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც ასეთი ღრმა სოციალური კრიზისის წინაშე დგას, როდესაც მმართველებსა და საზოგადოებას შორის სოციალური კონტრაქტი გატეხილია, ადეკვატური პასუხი არის საკითხის მოქალაქეებისთვის გადაცემა ახალი დემოკრატიული არჩევნების გზით. ასევე ასამბლეის გადაწყვეტილებით ქართული ოცნების დელეგაციის უფლებამოსილება შეიზღუდა. თუმცა დიალოგის შენარჩუნების მიზნით ასამბლეამ საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება სრულად არ შეუჩერა და 2025 წლის აპრილის სესიაზე